გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. მე გახლავართ ირაკლი კობრავა. ჩვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში იქნება ბატონი გიორგი კარტოზია. ეხლა დიდი მარხვა, მინდა მარხვის მადლი შეგეწიოთ და მშვიდობიანი და კეთილი შობა გისურვოთ. თემები როგორც რა ვიცი, ვეღარ გამოვედით ამ ჩიხურ სიტუაციიდან. ქვეყანაში არეულობა, ქვეყანაში ქაოსია, განუკითხაობა ერთი მხრიდან მეორე მხრიდან, რას აპირებენ, რას აკეთებენ, ვერავინ ვერ გაერკვა, ხალხი უიმედობაშია. უკვე რა ვიცი, მე მგონი ბიზნესიც ჩავარდა, ლარი გაიქცა და ქვეყანა წაიქცევა ბოლო-ბოლო, სადამდე მიდიან, ვეღარ გავარკვიეთ. ერთია რომ ბატონმა ბიძინამ შეძლო ხელისუფლების სამიშტო სრული ოკუპაცია. ისიც კი მოახერხა საკანონმდებლო ხელისუფლებაში ოპოზიციაც კი ჩამოაყალიბა. ასე რომ მთლიანად დააკომპლექტა საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი თავისია, პრეზიდენტი თავისია, პროკურატურა და სასამართლო თავისია და კობახიძე გახსოვთ დაგვემუქრა რომ ყველა არასამთავრობოებს ქვეყნიდან მოვსპობთ და ჩვენ დავაფინანსებთ და ჩვენი იქნება არასამთავრობოებიც და ჩვენ რა დაგვჩენია, რაც ბიძინამ გითხრა რომ ეხლა გუდანაბადი აიკრიფეთ და წადით საზღვარგარეთ და მე ვიზებს მეგიშოვით და მონებათ იმუშავეთ იქა და ამ საქართველოს ჩვენ მივხედავთ და ჩვენი იქნება და თქვენ რაც გინდათ ის გიქნიათო. ეს გითხრა ადამიანმა, რომელიც ოქროს მთებს და სამოთხეს გვპირდებოდა საქართველოში და უკვე 12 წელია რაც აკეთეს ყველა ვნახეთ, აკეთეს ის რომ ნაცები აღადგინეს, სული ჩაუდგეს, თავზე დაგვასვეს, თავზე დაგვაფურთხეს იმ ხალხმა, რომელსაც ამდენი წელი აწამა და აწვალა ხალხი, ისინი გვერდში დაიყენეს, თვითონ მოაჯდნენ ამ ხელისუფლებას და თქვენ არავინ არ ახართ გვეუბნება, მე ვარ და ჩემი ნაბადიო. ხლა რომ ბატონ ბიძინა რომ მაგარი მანიპულატორია და ინტრიგნობის და ამის ძალიან დიდი ნიჭი აქვს და ერთმანეთის გადაკიდების, გაკრეფვის, შემდეგ ადამიანის სისუსტეების თავისი სასარგებლოდ გამოყენების ძალიან დიდი უნარი აქვს, ამას უკვე ყველა ხვდება, მაგრამ ეს ადამიანი სადამდე უნდა მივიდეს, რა პროცესები უნდა დაიწყოს. ეხლა როგორ აიცით, დასცინიან ხალხს, რომელიც გარეთ არის გამოსული ამ სიცივეში, ახალგაზრდობა დგას იქა, ჩვენი მომავალი თაობა, ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ამათი. ესენი იმის მაგივრად რომ გამოვიდნენ, დაელაპარაკონ, რაღაცა უხსნან, რაღაცას შაყირობენ, დასცინიან, ქილიკობენ და თვლიან გაუნათლებელ ჩამორჩენილ ადამიანებად. რა სიტყვით გიორგი? მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მე ვესალმებით თქვენს მსმენელს და მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის. სიტუაცია რა თქმა უნდა არის საკმაოდ დაძაბული, მძიმე სიტუაცია, მოკლედ რომ ვთქვათ, შევაფასოთ, ქვეყანა დღესდღეობით დანის პირზე დადის. გადის დანის პირზე ქვეყანა და გადაჭეხვას არაფერი არ უდგას წინ. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რამდენჯერმე მithქვია გადაცემაშიც, რომ აქ პოლიტიკური კრიზისია და პოლიტიკური კრიზისი და თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც განმუხტავს ამ კრიზისს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდად, ნორმალურად თავის განვითარებას კი, მაგრამ ამ პირობებში რომ ჩატარდეს ისევ არჩევნები, როგორც ეხლა ჩატარდა არჩევნები, რა აზრი აქვს მაშინ ხელახალი არჩევნების? ამ პირობებში რა თქმა უნდა უნდა ჩატარდეს ამ ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც დღესდღეობით ცენტრალური საარჩევნო კომისია. მარტო ცენტრალური საარჩევნო გამოყენება ხელისუფლების
მართლაც დაშინება და ადამიანებს სამსახურების დაკარგვა ეშინიათ უამრავი ახლობელი ყავს, ნათესავი ყავს, მეგობარი ყავს, მეზობელი ყავს რა. ხალხი ამბობს რომ ამას ხმამაღლა ვერ ვიტყვით, მაგრამ ესია. ეშინიათ რომ დაკარგოს სამსახური, ოჯახი მშიერი დარჩევა. ძიმია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მარჩენალი ოჯახში, რომელიც სამსახურს დაკარგავს, ძალიან ძნელია ეს საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არჩევნები აუცილებელია არჩევნები, მაგრამ არა აი ამ ადმინისტრაციით, არამედ ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელშიც არ უნდა იყოს და ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით ირაკლი იმ საკითხთან დაკავშირებით, რა საკითხიც არის საერთო ბაზის შექმნა და ადამიანმა ხმა მისცეს ნამდვილი ელექტრონული არჩევნები, რასაც ქვია და არა ეს რაღაც манипуляცია ჩატარება იქ რომ არ გაჟონოს იმან რაღაცა ფლომასტერი არ ვარგოდეს და რაღაცა და ასეთ შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანს სადაც არის იქ შეუძლია ხმა მისცეს, იმიტომ რომ მაჟორიტარული ეს არ არის. ადგილობრივი არჩევნები არ არის და არის ჩვეულებრივი საპარლამენტო პროპორციული არჩევნები. გინდა აქ ვიყო და გინდა დაუშვათ ალენჯიხაში თუ ჩხოროწყუში მე იმ პოლიტიკურ პარტიას მივცემ ხმას რომელიც მე მომწონს და საერთო ბაზაში იქნები. ხო, საერთო ბაზაში იქნება და მე აქ ვიქნები თუ ჩხოროწყუში თუ ალენჯიხაში იქ მივცემ ხმას, მაგას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება. ეს არის ნამდვილი ელექტრონული არჩევნები და აი ამ არჩევნების საშუალებით შეიძლება უკვე რეალურად აი ამ პოლიტიკური კრიზისის განმოხტვა. აი CSGO როგორ უნდა დაკომპლექტდეს? CSGO უნდა დაკომპლექტდეს ჩემის აზრით არაპარტიული აი ესეთი კადრებით, რომლებიც არ იქნებიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. ხო, მაგრამ მაშინ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ იქ ისეთი რამე უწერიათ, რომ კონსტიტუციის შეცვლა კი არა, კონსტიტუციას თავზე გვახევენ, ხო? რეალურად ესეა. როცა თვითონ ჭირდებათ და ну დაჭირდებათ ალბათ მე იმედი მაქვს რომ მათაც ეს დაჭირდებათ ეგ სიტუაცია იმიტომ რომ 20 იანვარს რა იქნება და როგორ იქნება ეს ძალიან ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის პირადად ძალიან ძნელი წარმოსადგენია რომ დღეს ახლა ტრამპმა ხელი გადაუსვას ამათ და უთხრას რომ ჯიგრები ხართ, კაი ბიჭები ხართ და ასე გააგრძელეთ და ევროპა გადაიკიდოს ქართული ოცნების გამო და ბიზნეს ივანიშვილის გამო არც მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია მით უმეტეს რომ აქ ჩვენ ხშირად საუბრობთ ამაზე ჩინეთია შემოსული ჩინეთი რომელიც ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია რეალურად დღესდღეობით და ჩინეთს მიეცეს აქ კორიდორი მიეცეს სავაჭრო რომელიც გადაყლაპა თელი ევროპაში ამხელა გამოსულებია თელი ჩავარდა თელი ეკონომიკა Volkswagen-მა ამდენი ხალხი გაანთავისუფლა Mercedes-ი ისა იმიტომ რომ ჩინეთი ყველანაირად ცდილობს რომ ფასებში და მაშ მოუგოს ევროპას და აქ ამერიკაცაა უკვე ჩართული რა ვიცი ახლა რისი იმედი აქვს ამათ რომ აქ ჩინეთს გაატარებენ ჩინეთის ჰეგემონია იქნება და რუსეთთან მეგობრობა იქნება ამას ტრამპი არ დაუშვებს ამიტომ მე რა ვიცი ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ რომ ტრამპი ეტყვის კაი ბიჭი ხარ მაგრამ ჩაატარე არჩევნები იყოს მართლაც გამჭვირვალე მართლაც თანაბარ მდგომარეობაში იდგეს ყველა პარტია და არა ისე როგორც პატრიოტ ალიანს გაუკეთეს ეგერ ქართული იდეა გააჩერეს ეგერ ბიჭები გააჩერეს რა ვიცი ყველანაირი ჩაატარეს ეს სპეცოპერაციები რომ წინ და წინ ადამიანებისთვის ეთქვათ რომ აი თქვენ ვერ მოდიხართ ჩვენ 60% გვინდა თან ახლა ამხელა პარტია ხარ და იმას რაც შეპირდნენ ხალხს აი რა შეასრულეს ერთი რო გვითხრან რომ გზები დავაგეთო თითქოს სახლიდან მოგონდეთ ფული პირიქით სახლში მიაქვთ ხალხის ფული და ბიუჯეტიდან იპარავენ და რაღაცა გზას დააგებენ და გადაგოყოლებენ მე რატო უნდა უთხრა მაგაში მადლობა ეს მაგათი მოვალეობა თუ არ უნდა წავიდნენ ბიძია სახლში და მოვლენ ის ადამიანები ვინც მიხედავენ ამ ქვეყანას ამ ხალხს მიხედავენ და ქვეყანას შეიძლება წინ წავიდეს როგორ შეიძლება ერთზე ჯიუტად მე რა ბიჭო განცხადებები ნახე რა განცხადებებია
პრემიერ-მინისტრი გამოდის და ატყუებს ხალხს, რომ იტალიამ, რუმინეთმა და ესპანეთმა ხარი დაგვიჭირაო. რა სისულელეს ამბობს, რა არის მართლა ჩალითაა გადახურული ქვეყანა, დაყრუდა ხალხი, დაბრმავდა, თუ ჩრდილოეთ კორეა გონია ამ კეთილ ადამიანს, რომ რაღაცას იტყვის ჩიმკინერი და თუ რა ქვია იმას და ისინიც ტაჟ დაუკრავენ. რა ვის აბოლებენ, რა საკეთებენ, რა უნდათ. იმ დღეს პრეზიდენტი ამათი არჩეული პრეზიდენტის ინტერვიუ იყო და კაცი ამბობს, რომ ჩემი წინამორბედი პრეზიდენტები არც ერთი არ ვარგოდაო. ზვიად გამსახურდიაზე რომ კაცი იტყვის არ ვარგოდაო, იმის ფეხის ფშხილად არღის, მაგის თელი ცხოვრება რა ზვიადის ცხოვრება იყო და რა გაუკეთეს ადამიანს და იმის მაგრად რომ რაღაცა თქვას, რაღაცა სისულელებს ამბობენ რა. რა არის ეს პროსტო ჰაერში გასროლილი სიტყვები კაცო. საქმე ცხოვრება გააკეთო არა ბოლო-ბოლო. შეიძლება 1 წელი, 2 წელი, 10 წელი, 12 და კიდე 4 წელი რა გინდა ბიძია რას გვერდში. ახლა რა გვერდშია ნაჟვე. ყველაზე საინტერესო ის არის. გოდიში ზარია შემოუშვა ზარი. გესმენთ? დიახ, გამარჯობა თეთრში ვარ. გამარჯობა. დიახ, ისაუბრეთ. აი, ერთი რა მაინტერესებს თქვენგან გავიგო. ვიცი, რაც არის თქვათ ოცნება, ეს ნაცები, მაგრამ ეხლა ისეთი ბრძოლა მიდის, რომ ხელმეორედ არჩევნები რო იყოს, როგორ ფიქრობთ? ნაცები არ გავლენ პირველი? გავლენ პირველი, შეიძლება კი არ გავლენ ხალხი არ იქნება. მეტი არ მაინტერესებს არაფერი. უფრო მეტად იქნება ქაოსი. და ნაციონალები მაინც თქვენ რა თქმა უნდა მინდოდა მე ალტინფოს ბიჭების ობიექტივს უყურებ მაგრამ მაინც დაბალი პროცენტზე არ ხართ თქვენ და მაინც ვერ მოიქაჩა ეს მაგრამ აი ახლა ისეთი ბრძოლა მიდის რომ ეხლა ხელმეორედ რო იყოს დახოცავენ ერთმანეთს და ნაცები რომ მოვიდეთ აი მეერე გვეკნება კიდევ უკიდურება მაგრამ ქალბატონო არ არის ეგრე ნაცები მოვიდნენ აი მე მაგითი აშინებენ ამდენი წელია ხალხს რომ აი ჩვენ თუ არა ნაცები მოვლენ მგელი მოვა და შეიძლება მართლა მოვიდეს ამ იმაში ეს მგელი და მეერე სვალა ჩაატარეს არჩევნები ნორმალურად რატო იპარავ რა გინდა ესე არ შეიძლება ესე ქვეყანა არ წავა წინ ზარია გისმენთ ზარია ვინ არა ბაქალში გისმენთ გაითიშა მაგის ამინდოდა მეთქვი ხა ქალბატონისთვის რომელიც საუბრობდა ნაცები ვერ მოვლენ ეს გამორიცხულია იმის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ მათ რამდენი პროცენტიც მოუმატა ნუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვიძახი რა მოკლედ ზარი შემოუშვათ გისმენთ ალო დიახ გისმენთ მომისმინეთ ჩვენ რაიონს ბევრი ძაღლები არის რა გავაკეთო ვის მივართვა გამგეობაში წავიდი არაფერი არ იცამქრეს და დავდივარ და სულ ყვნენ რა ვქნა თაბახალხო სად რომელ რაიონში ხარ თქვენ თეთრი წყარო ახლა თბილისში არ მაგი მერიას უნდა მიმართოთ იცით რა კოლექტიური რაღაც წერილი უნდა დაწეროთ მეზობლებისა და შეიტანოთ აბა აქედან ჩვენ რითი მოგეხმარებით თბილისიდან ხო უბრალოდ ცირა უნდა ვკითხოთ რა ის ძაღლების ის უფროსია თუ რა იქ აი რომ შეშაფარები რა თავშესაფარი არა ისინი არ და ისინი დაჭერილ ძაღლებს იფარებენ ბატონო და ეხლა მაგი უნდა მიუყვანოთ ძაღლი და შეიფარებენ და ეს გამგეობაში იქნება თქვენთან გამგეობაში სპეციალური სამსახური მაგისი რაღაც სანიტარო რაღაცა ეგეთი ხო რა ჩვენ აქედან მოგეხმარებით ვერაფრით თქვენ უნდა მეზობლებს თხოვეთ და რაღაცას მოახერხებენ ბოდიშით გისმენთ მეზობლებს თხოვეთ და რაღაცას მოახერხებენ ალო გაითიშა თქვა გაითიშა ალო დიახ გამარჯობა გენაცოლეთ თქვენა ჯიგრებო თქვენ გენაცოლეთ გაგიმართეთ ყველა ფერში დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი
ყველაფერში ეგ არის მოღალატე ადამიანი ეგ უნდა გასაბადე ჰაგის საზავადოში ეგ უნდა დაიხვრიტოს აი არა ეგრე არ გვინდა ახლა გოდიშით მაგრამ ეს ხა ზედმეტია დამნაშავე არის რა თქმა უნდა ხალხის წინაშე თუ შენი ქვეყანა გიყვარს და ხალხი გიყვარს ესეთი რაღაცები არ უნდა აკეთო ხა შეიძლება უზურპაცია სრულიად ხელისუფლების არც ერთი შტო არ დატოვა სადაც შეიძლება ამის სიტყვა ითქვას საკონსტიტუციო სასამართლოდან დაწყებული ბოლო მოსამართლემდე ყველა მისია და მის თვალებში ხედავენ რა უნდა ბიძინას გისმენთ საღამო მშვიდობისა ღირსობა თონებოთ და ჩვენ ატვიცამულ საზოგადოებას იცით რა ეგ თხოვთ რომ ბოლომდე მათქმევინოთ რამდენიმე დადეკვით ჩავატევ სულ და მე თქვენი აზრით თუ შეიძლება რომ ისყოთ და გამწეთ აი რა ისაუბრეთ ხო აი გამოდის ეს ის ხო ამხელა ხდება ამხელა აჟიოტაჟი ესეთი რყევები გრევა ისა პოლიციელებზე თავდასხმა ნუ იქიდანაც შესაბამისად უკვე გამწარებული კაცი ხო იცით როგორ არის არაადეკვატური ძალის გამოყენება ეს ამას ველყოდით მე მგონი თუ რაღაც მინდოდა ჩვენ ესე ხო არ არის რომ აი როგორც პარიზში ლიონში დაილეცა ყველაფერი და აი მაგის მსგავსი რაღაცები მოგვეწონა ბევრი აღფრთოვანდა მაგით იქნება იმითაც აღფრთოვანდა რომ ეს სროლელი ბიჭები ეგრეთ წოდებული აგერ მომრავლდნენ ჩვენთანაც მოხდა სამწუხაროდ კახეთში კაცმა გაიყოლა რამდენიმე კაცი ავღანეთში ნაომარმა ბიჭმა მე ეგერ ვისკონსინის შტატში და არა მარტო იქ იყვნენ შაბათ კვირას ხდება სკოლაში ვარდება 14 წლის მევზარდი რატომღაც ეს 14 წელი ძალიან იცია ეს საქმეს ხურში ვარ ხო ესეთი რამეები ხდება და აქაც ეთყობა მოგწონს ეს უნდა ცუდი ხო უნდა გადავიღოთ ეს ქუჩის უბედურება ქართველებს და მე რა მაინტერესებს ხო აი თავარი კითხვა აი თქვა ესე გაგრძელდა თქვენ კი ბატონო გასაგებია რომ გაგიყალბეს თქვენ და ყველაზე მაგრად პატრიოტთა ალიანსი დაიჭაგრა მაგას არავინ არ უაყობს მთელი საქართველოს მაგაზე თანხდება ხო და არ მოგწონს და ეს საჭიროა რომ გამოსწორდეს ხო და ის არაკაცი ნაციონალები და ეს ეგრეთ წოდებული ზბროდი ასე თქვა ხელყელაობს ხო აი თქვა ბიზინამ კიდე გაიმარჯვა გინდა დანიშნოს გინდა უფრო არ დანიშნავს მე ესე მგონია და კიდე 12 წელი იქნება და ხო გახსოვს შვენიერი შედევრი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შნო აი მაგაცაკ შნო და მე ბოლოს ევროპელებიც რო იმას იზავენ მაგ იყოს ამოიჩემენ შნო და მიხვდებიან შნო რა არის და ისინიც ბოლოს ხრებს აიჭეჭავენ და დაგვანებებენ თავს და აღმოჩნდებით იმ ეფს იმაში როგორ თქვა ერთმა პატივცემულმა პარლამენტარმა ეფსთა კავშირში სადაც არის რუსეთი ირანი და ასე შემდეგ აბა მაგაზე რაც გვეთქვით დიდი მადლობა წინასწარ მადლობ ზარისთვის თქვენ გათიშეთ მაგრამ მე შეგეკითხებოდი თქვენ როგორ ხედავთ გამოსავალს ამ სიტუაციიდან იმიტომ რომ ჩამოაყალიბეთ ის თქვენი ხედვა და იქნებ გსოდნოდათ გამოსავალი ჩვენ ასე ორი სიტყვით შეგვიძლია პირდაპირ გითხრათ რომ რახან ვერ არეგულირებ ყველა სიტუაციაზე ხელისუფლება პასუხისგებელი იქიდან სროლელზეც აქედან მოძალადეზეც და იქიდანაც ყველა სიტუაციაზე ხალხი რო ქუჩაშია მაგაზეც ხელისუფლება რა თქმა უნდა ხელისუფლება ყველაფერზე ხელისუფლება პასუხისგებელი თუ ვერ ალაგებ და ვერ მართავ სიტუაციას ჩაატარე არჩევნები და მოიგე ოღონდ არჩევნები არა ესეთი გაყალბებული არამედ სამართლიანი კონკურენტუნარიანი გარემოში ჩაატარე არჩევნები და მოიგე და ღმერთმა შეგარგოს რატო არ აკეთებ ამათ რატო არ ხსნიან იმ რაღაც მანქანებს გახსნან დათვალონ გააგებინონ ხალხს თუ მართალი ხარ რის გეშინია კაცო რისი გეშინია თუ ხარ მართალი მაგრამ ეთყობა რაღაც ჩონჩხები შენახული აქვს კარადაში და ამას უფრთხილდებიან რომ არ გამომზეურდეს აბა სხვა რა უნდა იყოს არა ესეა რა თქმა უნდა თუ მოიგებს და მე დარწმუნებული ვარ ვერც მოიგებს არა პირველ ადგილზე შეიძლება არა პირველ ადგილზე გავა ახლა ადმინისტრაციული რა თქმა უნდა გავა მაგრამ იმ პროცენტით რა პროცენტით მაგით ვარიანტი არ არსებობს რომ ვერ მოიგებს ზარია გისმენთ საღამოშიდობისა გესმით არა ჩემი დიახ ისაუბრეთ ხალბატონო ძალიან საცემონო ბატონებო თქვენთან ახლა ეთერში შემოსვლა და მე ნეიტრალური პიროვნება ვარ თითქმის თუმცა მაინც თქვენსკენ ვიხრებოდი სანამ არჩევნები იქნებოდა და რაღაც ნეიტრალიტეტის მომხრები ჩვენცა ვართ არ მოგეცით ხმა ეხლა გუშინ მე უსმენდი
თქვენს გადაცემას ხშირად უსმენ ხოლმე და უსმენდი გადაცემას პირდაპირ ჩართვა იყო თქვენთან ეტარში ბატონ თოფხაძესთან და თქვენ კოლეგას მიყავდა გადაცემა და ფონად იყო როგორ არბევენ რუსთაველზე ჯარისკაცები ახალგაზრდებს და ასად არ იყო ნაჩვენების საწინააღმდეგო კადრი რას აკეთებენ და ცეცხლს რო აქრობდა ისა რა ქვია პოლიციელი ამ კადრმა გაიელვა ოდნავ და არც ახსნა და არც განმარტება საიდან გაჩნდა იქ ცეცხლი იცით რას გეტყვით თქვენ ეროვნულობაზე დებთ თავს და კონსერვატორობაზე ეს ძალიან კარგია და რელიგიურობაზეც მაგრამ ყველაფერი ამის საფუძველი უნდა იყოს სიმართლე რასაც თქვენ ედავებით ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მე კი არა ვარ მათი დამცველი უბრალოდ მიიღეთ როგორც შენიშვნა უცხო თვალიდან რომ ჯერ თქვენ უნდა იყოთ სათანადო სიმაღლეზე და ასეთი კადრები მე როგორ ვნახე უბრალოდ სტარტერ არ იყო ნომერი არ მქონდა თქვენ და ვერ ჩავეთე თორე აუცილებლად გუშინ ვიტყოდი ამ სათქმელს ასე არ შეიძლება არავის არ შემთხვევაში თქვენ გადაცემა ახლა ვერ გეტყვით ხალბატონო თქვენ უნდა იყოთ მართლა ობიექტურები მე გუშინ ვერ დავინახე მადლობთ მადლობა თქვენ ზარისთვის ახლა სიმართლე გითხრათ არ მინახია გადაცემა იმიტომ რომ თბილისში არ ვიყავი მაგრამ ნახავ აუცილებლად მაგრამ ის რომ ახლა როგორ არის იცით მიტინგი შენ გინდა ახლა მიტინგის მეტი რა გვიტარებია 88 წლიდან მიტინგზე და ამ გაუგებრობაში 9 აპრილზე და ყველგან ვიყავით მაგრამ ესეთი რაღაცები ნამდვილად არ გაგვიკეთებია მაგრამ ვერ მოთხოვ პასუხს ახლა პიკარდა ისროლა თუ ისიც თქოლა შენ აიღე და დასაჯე ის თუ დამნაშავეა კი არ უნდა ცემო და კი არ უნდა თავი გაუტეხო კაცო აი ხალბატონს კიდე მინდა ერთი რამე უთხრათ რომ თქვენ კარგად ხედავთ უკვე თითქმის ერთი კვირა 10 დღეა ძალიან წყნარი მშვიდი და ესეთი აქციები რაც აი ეს თავები რაც ჩაიხსნა ეს ნაციონალური მოძრაობის ეს არაკაცები იმის მერე სტუდენტები გამოდიან და მშვიდად წყნარად არიან დადიან და თავისას ამბობენ გისმენთ ზარია ალო გისმენთ გამარჯობათ ირაკლი კობრალაბზანდები თქვენ დიახ ხო არა მეუღლეა კობრალაბ ჩემი ერთმა გაუმარჯოს ხო სამტრედიდან ვარ რა მინდა ისეთ გითხრათ აი ნაცები და კოცები და რო იგონებენ სხვა არავინ არა ქვეყანაზე რო არის მაგი გვინდა გამოვაჩინოთ ჩვენ ხო და კანონი არ შეიძლება მაგრამ არც ერთმა არ მიიღო არც შევარნაძემ არც სააგაშვილმა არც აგენმა რო პრეზიდენტი იყოს 5 წლით პარლამენტი 3 წლით მთავრობა 2 წლით და მეორეჯერ ხელისუფლებაში პიროვნება არ უნდა მოვიდეს ამის მიღება ძნელია თუ რა ხდება 30 წელია წერეთელი პარლამენტში ძიძიგულს ახლა კიდევ უნდა პარლამენტში სხვაია კაცი ბოში ბიჭი არ გეიზარდა ქვეყანაში თუ რა ხდება კაი კაცი ხარ სწორია რა ვიცი თითქოს დედამ დაწყევლა რომ იქიდან არ წამოხვიდეო და ღმერთის წყევლა აქვს რომ იქ უნდა მოკვდნენ და რა ვიცი რა გითხრა მართლაც ერთი და იგივე მაპატიო და როჟები არიან ესე იგი იმდენი ვერ გააკეთეს ამ ნაც მოძრაობაში რომ წინ წამოეწიათ ვიღაცა ახალგაზრდები რაღაცა ეს გაეკეთებიათ იმდენად ჩამღაუჭებული არიან ამ სკამებს და ამ უბედურებას თქვენ რა გონიათ ბიძინასთან ახლა 80%-მდე პორტირებული ნაცები არიან იქაც თქვენ გონიათ ახალი რამე მოიყვანეს ერთი და იგივე ეს კამანდა არიან ქოცები ნაცები დანარჩენი არ უნდათ იმიტომ მშვენივრად არიან იყოფენ ამ სივრცეს ფულებს შოულობენ ბანკები მაგათია თელი ბიზნესი მაგათია და რა ვიცი არია ბატონო ირაკლი და გისმენთ გისმენთ გამარჯობათ გენაცვალე გამარჯობათ მე გისმენთ თქვენ და ცოტა გაოცებული ვარ იმიტომ რომ გამარჯობა გენაცვალე გისაუბრეთ გაითიშა ეთყობა რა ვიცი რატო გაუცდა ბატონი ვერ გავიგეთ აზრი არა რა ვიცი გაითიშა გისმენთ ალო დიახ ეხლა თქვენგანაც გავიგე იმის შესახებ რომ აი გამოსვლებია და ვისი ბრალია მთავრობის ბრალია სხვა ვისი ბრალია ამას თვითონაც აღიარებენ
გადაზღვრება გავაკეთეთ, რომ მდინარეზე გუშინ ამბობდა და იმიტომ გავაკეთეთ ეს განცხადებები, რომ ხალხი გამოსულიყო. ამით თავი დავიზღვიეთ და რისგან დაიძღვეს? თავი ეს ვერ გავიგე. ხალხისგან. აი, ნამდვილად გეთანხმებით. გეტყვით ქალბატონო ორი სიტყვით, ჩვენ რო არ გამოვსულიყავით ქუჩაში, ჩვენ რომელსაც ნამდვილად გაგვიყალბეს, გამოყარეს ეგენი, რომ ქუჩა დაეკავებიათ, მაგრამ ეხლა ახალგაზრდება ეგენიც გაყარეს, ეს ნაცებიც. არც მთლად მასეა საქმე ბატონო, ნეტავ მასე იყოს, რომ ეს ახალგაზრდები არ უჭერდნენ მათ მხარს და ახალი არჩევნები რო ჩატარდეს, იცოდნენ იმათმა ვის მისცემ ხმა, რომ საჭიროა ეროვნული ძალების მოსვლა. სისტემა თუ არ შეიცვალა, თუ არ მოვიდა ეროვნული ძალები, ქვეყანას არაფერი არ ეშველება. მდინარეების, კობახიძების და ივანიშვილების ამარა ქვეყანა არ უნდა დარჩეს, არა. რა ვიცი ახლა როგორ მოგიწოდოთ კიდე აქტიურობისკენ, თქვენ აქტიურობთ, მაგრამ ისინი იმდენად გბლოკავენ და იმდენად თქვენ წინააღმდეგ იბრძვიან, რომ ნამდვილად რა ვიცი, ახლა მე ივანიშვილს ვერაფრით ვერ დავიჯერ, რომ მას თავისი შვილები უყვარს. იმან რაც ალტიფოს ბიჭებს გაუკეთა, იმ ახალგაზრდებს არ შეიძლება მამამ გაუკეთოს ასეთი რამე სხვის შვილებს. აი განდევნა აბსოლუტურად, პატრიოტ ალიანს რასაც უკეთებდა, მაგრამ აი ესენი მართლა ძალიან ესეთი ასე მოქცევა, ორჯერ პარტიის გაუქმება, აი დასახურეტია ივანიშვილი გადატანითი მნიშვნელობით ამბობ რა თქმა უნდა ამას. არა, დასახურეტი არა, პოლიტიკიდან ჩამოსაშორებელია. კარგად ზამდებოდა. კარგად, ღმერთმა გაგიმარჯოთ. ქალბატონო, მე რა ვიცი, ახლა უმადურობა ძალიან დიდ ცოდვად მიმაჩნია, რასაც ბიძინა აკეთებდა პოლიტიკაში მოსვლამდე, ნამდვილად ისეთი იყო, რომ აი რა ვიცი, დასაფასებელი იყო რა. პატრიარქიც უდიდესი მადლობელი იყო და ხალხი მით უმეტეს და რა ვიცი, ყველაფერს კარგს აკეთებდა და რო შემოვიდა პოლიტიკაში ეს თითქოს ანგარებით გაკეთებული იყო თუ რაღაც წინ და წინ გათვლით თუ ყველას მოთხოვა რაღაცა მე ხო მოგეცით ახლა მე მომეცითო ესეთი რაღაცა რა 48 კაცსა მოიყვანდა 8 ყვედრი ესეთი რაღაცა გამოუვიდა თუ გავიცი გათვალა ესე დღეს რასაც აკეთებს ახლა როგორ მეცინება ხოლმე რომ გამოვიდა იტყვიან აი კობახიძემ რაღაცა თავისი აზრი გამოთქვა, იქ მდინარაძემ, იქ იმა საერთოდ სასაცილოა. ერთხელ გამოთქვა ღარიბაშვილმა ირაკლიმ აზრი და მეორე დღეს მოხსნეს. მერე მოიყვანეს კიდე რაღაცა თქვა თავისი აზრი და კიდე მოხსნეს. საკუთარი აზრი არ უნდა გქონდეს. უნდა იყო უემოციო როგორც არის ეს კობახიძე, კითხვა ბიძინავს სანთლით ვეძებეო, სანთლითო. იმიტომ რომ ესეთი დაუნი ვერ ნახა სხვა. ერთცალი აღმოაჩინა და დაიყენა ეგერ და რასაც ჩასძახებს ზუსტად იმას ამოძახებს რა კობახიძე მოიფიქრა როგორ უნდა მოიფიქროს რა უნდა მოიფიქროს გისმენთ ზარია გისმენთ მომისმენთ ყველა გასეთი ახლა პასუხს მე ტელევიზიას უყურებ პირდაპირ და დავსვამ კითხვას დიახ მაინტერესებს რომელიც საქართველო იყო ბედნიერი საბჭოთა საქართველო თუ დამოუკიდებელი საქართველო ეს ერთი და მეორე და უმთავრესი ნაციონალები არიან სამთავრობოში დაარბიენ მშვიდობიანი ნამდვილად მშვიდობიანი არც ჩაჩდაჭერდნენ არც ანგლებდნენ არაფერს და რიხენდე ჩაზიდა ისას დაარბიენ და დაანგრიენ ხალხი და კიდევ უმთავრესი ეროვნება ქართველი ვინ ჩაშალა პასპორტიდან ამერიკულ სახელი გვარი ამერიკული ნაციონალებმა ნაციონალებს ეკუთვნის რომელიც მე ჩაგვითოთ ინტერნაციონალ ევროპა ამერიკა თუნდაც გაგარო ევროპა ამერიკაში ქართველ ერთ მიცემ მშვიდობიანი მოსახლეობა მშვიდობიან მოსახლეობას მიცემ მშვიდობიანი ცხოვრება აი უყურეთ ბატონო აგერ ევროპაში ჩამყაყდა ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე არავითარი ცვლილებები არ ხდება. იმდენად გარეკეს, რომ რა ვიცი, რა სადმიდის ეს ევროპა და ჩვენ სადმივზდეთ, აღარ ვიცი, რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, რა ფასეულობები აქვთ. საერთოდ ჯულით შეეცვალათ, ზნეთ შეეცვალათ. აქაც იგივე არ შეიძლება ხელისუფლება ერთი და იგივე იყო. სანამ კომუნისტებს გადავაგდებთ, ეხლა ამ ახალგაზრდებს არ უნახიათ იქ ცხოვრება.
სადაც მართლაც გარანტირებული იყო მშობიარობა დედა დიასახლისი ხელფას თუ რას იღებდა დაფინანსება ქონდა ბინა უფასო რა ვიცი სამედიცინო მომსახურება და ეხლა ზუსტად ისე არის ეხლა რო დაგასაფლავონ იმაზეა იმდენი გადასახდელი რომ სიკვდილიც აღარ გინდა ადამიანს და ეს ახალგაზრდებს არ უნახიათ. ამიტომ რომ მოუყვე ეს რაღაცა утоპია გონიათ, მით უმეტეს არც ისტორიაში ისწავლება ეს პერიოდი და არც არავინ არ ლაპარაკობს და რუსეთი რო ახსენო, სახარ, რა ქვია, რუსეთუმენ ხარ თუ რაღაცა მოიგონეს, რუსეთი რაღაც სალანძღავის სიტყვა გახადეს და ისე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხო, საბჭოთა კავშირის, საბჭოთა იმპერიის პერიოდში არც ერთი რუსი არ ყოფილა პირველი კაცი რუსეთში. არა, ქართველების და მე უკრაინელების მაფია იყო და უკრაინელები იყვნენ, ის იყვნენ და უკრაინელების რაც მე ხრუშოვი მოვიდა, ბრეჟნევი ისინი რუსები სად იყვნენ, კაც მე გარბაჩოვი მოიყვანეს და დაანგრია და ელცინმა დაამთავრა რუსეთი, კაც მაგათი დედაცვატირე, მაგრამ როცა ჩვენ ვებრძოდით ამ კომუნისტებს, სულ არ გვეგონა ის, რომ მოვიდოდნენ ისევ კომუნისტები დაბრუნდებოდნენ ჩვენი ბატონი ედვარდის სახით ნიუ კომუნისტები, მერე ეს ტროცკისტები ჩაანაცვლებდნენ და ეხლა ლიბერალები არიან და რა ვიცი, ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ თავს მივხედავდით, რაღაცას გავაკეთებდით, ხომ მოვედით აქამდე და არ გვაცლიან არ ვიცი რა, ყველა როზგით და კომბალით ხო არ უნდა გარეკო ამ ქვეყნიდან კაცო. სარია ეთერში. გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცი რა, ახლა მე თქვენს გადაცემას რო უსმენ, უმრავლესობას თქვენი უკუღმა აქ მოწყობილი. უკუღმა, ვიდრე რა ლაპარაკობენ რას თუ იცი. ზელე უკრაინაში ომი როა რუსეთი მართალი არის. ესე იგი გამოდის გერმანია როდესაც საბჭოთა კავშირის ბრალი ყოფილა. საქართველოში უესხმოდე ყიზილბაშები თავს თუმე ქართველების ბრალი ყოფილა და ისტორია თავიდანაა დასაწერი. ხადი ისტორია ქონია მაშინ ეს უყოლებენ. მოყოლები ეგერი უესხმოდე თავს საქართველოს ყოფილა უდავსია. ამას ლაპარაკობენ მით გარშემო პედაგოგები. პედაგოგმა ერთმა რა მითხრა თუ იცი კორუფცია თქვა რომ მოუთხარი მთავრობაში ვიგეკითხება შენ რომ ბიუჯეტი დახაშავს იმას შენ დახასვარჯავს აი ამაში ვერ ბიუჯეტი ვისგან მიაქვს ბატონო ჩვენი ჯიბიდან არ მიდის ესე იგი სკოლაში ასწავლის ბოს ასეთი და უმრავლესობა ამას ლაპარაკობს ასეთნაირად გადევირიე რა უკუღმა აქვენ ეთვენი მოწყობილი რანაირად ახლა შეხედე ახლა დარბევაზე რო არის დიახ. გისმენთ, ისაუბრეთ. გაითიშა თოლა. გაითიშა და გაბრაზებულია ხალხი, მაგრამ რა არის იცი, ყველაფერი ხელისუფლების ბრალიც არ არის. არა, გარკვეულწილად ხალხის ბრალია. ჩვენი ბრალი ხოა საზოგადოების ბრალია. ვიცი რა, ბიძინა რომ მოდიოდა აი გეფიცები თუ რამე თქოსა, აი რატო გინდათ მეთქი ბიძინა რომ მოვიდე. ბიჭო მილიარდელიაო და 1-2-3 მილიარდსო საქართველოში ხო დახარჯავსო რა. ბიჭო ჯერ გაიგეთ ისტორია როგორი შოვა ამ კაცმა ეს ფული. რა დაუჯდა ამ ფულის შოვა და აგით ირაკლი, კაი 4 წელი მოვა 4 წელი, კიდე 4 წელი, 8 წელი, 12 წელი, ახლა 16 წელი ატყუებს ხო ამ იმით და ეს ისევ ჩვენი ბრალია. რა თქმა უნდა ხალხის ბრალია, ნუ რატო ვერ მიხვდა ის ადამიანი, ხალხი ვერ მიხვდა იმას, რომ არა 51 კი არა 8 ნომერი უნდა შემოქეხაზა რა რომ იდიოტი იქ არჩევნებს. ხო, ამდენი წელია გატყუებს, 12 წელი გატყუებს და შემოხაზა შედალუცულო ის 8 ნომერი და იქნები შენ დაწყნარებული, ქვეყანას დაწყნარებული და შენი მომავალი თაობაც იქნება ნორმალური ქვეყანაში. რა ამ ხალხმა არჩევანი ზარია გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. არ გაიწიშოთ გენაცოლე ისაუბრეთ. მე მინდა შეგეკითხოთ. ალო. ძანებ. ხო, მე მინდა შეგეკითხოთ. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ ეხლა ვინც არის ჩვენს იმაში მთავრობაში. მაგათი მაგათ შესახებ ლაპარაკობთ. ხო და აქ ნაცები და ისე და ამას რომ უგდებს ყოველთვის თუ ჩანს რომ ეს თქვენ ნაცები არ მოგწონს. მე არ ვიცი, ნაცების დროს მე სასამართლო მოვიგე. სასამართლო ხო, ინვალიდი ვარ მეორე ჯგუფის, მაგრამ სასამართლო მოვიგე. გაგმართლებიათ.
არ ხურდობდი და არ დამაძალობდი. ამის გულიზა, ხო, მე ასე მგონია, ხო და მაგრამ ინვალიდი ვარ მეორე ჯგუფის, იმიტომ რომ ყველაფერი ერთმა კაცმა იცოდეს სათავეში, ეს არ შეიძლება. ქვედა ნაწილები ვინც არინ და ვინც მუშაობს, პროკურატურა, გამომძიებლები, მაგნეტიც უნდა იყვნენ პატიოსნები. ხო და ყველას ვერ გააკონტროლებ. ხო და თქვენ ეხლა ლანძღავთ სააკაშვილის დროს სახელმწიფო დაარსა. ბატონო, ერთი წუთით მომისმინეთ, სააკაშვილმა ჩვენ დაგვიჭირა და ციხეები გვახეხინა. მევახშემ ბინები გაგვიყიდა და ვებრძოდით და რატო დაგვიჭირა, რო კითხე ხელს მიშლით ჩემ საქმეშიო. ეხლა თქვენ რა საქმე გქონდა? მე არ ვიცით, ეხლა თქვენი საქმე. პოლიტიკა გქონდა, პოლიტიკა არ მოგწონდა მაგენი და არ ვიცი და კიდევ ლაპარაკობენ რომ დაარბიაო იმის ის პრაზიკი უნდა ყოფილიყო და დაარბიაო და სახელმწიფოებას ემუქრებოდა იმიტომ რომ არ ემუქრებოდა იქ ვიყავით 26 მაისს საუბარი და პრაზნიკი და ამის გულიზა ბატონო მომისმინეთ თუ მასე გაესამართლებინა ეს ხალხი ცემატყება და კაციც მოკლა რაშვაშია კაცი მაგამ მოკლა მომისმინეთ ერთი წუთით ეხლა გეტყვით რა იმ პოლიციას იმიტომ მოკლა კარგით გასაგებია თქვენი აზრი ეხლა ყველა საუბრობთ ესა ეგრე არ არის რა იცით რა სახელმწიფო სხვა ორგანოა თქვენ და მინდა გავიგო მართლა ვინ არის მე გეტყვით ეს მინდა გავიგო დამიმტკიცეთ რომ ეს ცუდი კაცია ბატონო ზუსტად 20 კაცობაზე არ ვლაპარაკობ თქვენ შემოგევლეთ ვინ რა კაცია და რაში გვაინტერესებს ეგა ერთ დეტალს გავიხსენებ ზუსტად რა ზუსტად ერთ დეტალს გავიხსენებ აი ამ ბატონის დღეს 21 წლის წინ იყო თუ შენ გახსოვს ირაკლი ჩვენი პირველი შეხვედრა ხამის 2 საათზე მე შენ და ბატონი თემური და ჩვენი რამოდენიმე თანამშრომელი რო შევხვდით ზუსტად დეკემბრის აი ეს დღეები იყო მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი ბარამიძეს ძრელი სასწრაფო პირდაპირ გითხრა რომ ჩვენ ავიღებდა თოფს გესწრებთ თოფს კი არა დაგხრიტავთო კაცო რას აი დამთავრდა ყველაფერი და შიმშილობდით ამ იმაში და იძულებული ვიქნებით რომ ბრძანება გავცეთო დაგხრიტავთო აი პირდაპირ გითხრა და ძალიან გთხოვთ ახლა გიცნობთო რაღაცა ყველაფერიო და გთხოვთ რომ და ახლა ხალხს სხვა არ გავწირავდით იქაგაცო და დავიშალეთ რა ვქნა მართლა გვესწროდნენ და ჩვენ კი ბატონო თქვა ჩვენ მოთავები და ჩვენ თავზე ავიღებთ მაგრამ იმ ხალხმა რა დააშავა რომელიც თავისი სიცოცხლე დადონ იმისთვის რომ ბარამიძე მესროლოს არ გამოდის ეგრე გისმენთ ზარია გამარჯობათ მოგესალმებით იანასვაზე კაი ვიშები ხარ ვაშლათები ხარ მადლობა გაიხარეთ მე ვარ 91 წელსა. ოი, ღმერთმა დიდხანს და ჯამთელად გაცხოვროთ. თელავიდან გელაპარაკები გელაპარაკები. ნარი ახლა ჩვენი საქმეი. მე ბევრის მომსედამ ნახველი ვარ. კარგისაც და თუდისაც. მე ახლა დამიდა ისი ირაკლი იანასვალე. აი, მე უფროსი გაცი ვარ 91-და და წყალი ნაყენაყე ისევ წყალიაო. არაფერი შეიძლება ესე ამდენი ლაპარაკის, ამდენი მიდა მახრები ხარ ჩამდე ენათვალე დიგაში ვერ პატიოს ალიას ენათვალე დიდი პატივი შემეცით რომ და რა არის საჭირო ჩვენა საგა ეს ოსეეს ნაცები და ფოტები თუ არ მოშოდნია თავიდან ჩვენი ვარსკვლავი არამულა თულია რა ბართალდანდები არ მინდა ჩვენ საქმეში არის რუსეთთან ვაიღოთ ხარგაც რომ ყველაფერი დაწნარდება მშვიდობა იქნება სიტუაცია იქნება ყველაფერი დღეს ახლა რუსეთი ვაცნობს პულსა პული პროდუქტი ზეთი რამე სატვარები ყველაფერი იქიდან მოდის თუ რუსეთთან ჩვენ კარგობა დავაბარეთ ჩვენი ვარსკვლავი ჩავარდნილია თუ ბალებს ნაკრო ვიზაგლირო შემოვიდეს პატიოს მუსიკის დახლის და გავერთიადეთ აი გარი ბოლოს კითხვა შედი მე შემახვალე მოკვდე მაგრამ ჩვენ იცოდეთ რომ აი ჩემი სიტყვა წინ დახდება სიტყვაზე აი ერთმა გაგიმარჯვა და დიდხანს გაცოცხლოთ პატრიცემულო თუ არა და
თურქეთის ჩაკულაბავს და ირანი ისოზე ჩაკულაბავენ და საფრანგეთს კარგად იყავით. კარგად განდებოდნენ ერთმა სიკეთე მოგცეთ. ბედნიერი შოკმა. რა თქმა უნდა, რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უნდა გახდეს. არა, სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან არ გამოდის, იმიტომ რომ შვიდობას არ გვპირდება, მაგრამ კიდე არ კიდე მეზობელია და არა, ნორმალური ურთიერთობა ყველა ვარიანტში უნდა გქონდეს. ჯარები უნდა გაიყვანოს, დაგვიბრუნოს ეს ტერიტორიები და შემდეგ მეგობრულათაც ველაპარაკებით. არა როგორც უფროს ძმას და არამედ თანაბრად როგორც სახელმწიფოს უნდა ესაუბროს და ვაჭრობაც გქონდეს და მიმოსვლაც გქონდეს და ახლა თუ შენ ჩექმის ენით მელაპარაკები და იმ ტანკებით რამდენი მეტი ყავს, ეხლა მასე არ გამოვა რა. ქართველს ბოლო-ბოლო ვერ დაამონებს, უბრალოდ ცოდვა ეს ხალხი რომ ტყილომში რო იღუპება, მიშამ ომი წამოიწყო, შევარდნაძე მეგერ კიტოვანის ხელით აფხაზეთი დაგვაკარგინა და რა ვიცი, ეს უბედურებები ყველანაირად უნდა ავიცილოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების პირობებში ამის გარანტია არ აქვს. გუშინ ლიბერალები დღეს კონსერვატორები გახდნენ და ჯიბრში ჩაუდგნენ ქართულ ხალხს. რაც ესენი ეხლა ამბობენ, ამას ჩვენ ვამბობდით 30 წლის წინ. 30 წლის წინ ამისთვის ვიბრძოდით და დღეს ამათმა გადაიფორმეს ჩვენი ნაკეთებიც, ის ნეიტრალიტეტიც, ის დამოუკიდებლობაც, ის კონსერვატორობაც, ყველაფერი ჩვენა ვართო. ოპოზიციაც ეგ სობარას ჩააბარეს, რა გვინდა ახლა გარედანო, აგერა გზად ყავს ოპოზიციაო და ესენიო შემოგვიტევენო. პრეზიდენტი დანიშნეს, რომელიც დედასაგინებდა დედის სულს ოპოზიციას და ახლა შევარიგებო ერთმანეთსო, ქოცებს და ნაცებსო. კარგით რა, ეს თუ არ მოგწყინდათ ხალხო ეს კალამბური და ეს უბედურება, მე არ ვიცი მაშინ რა არის სადომაზოხიზმით ხო არა ვარ დაკავებული ხალხო, რაღაცა ხმა ამოიღეთ, ეს ჭერმეტყველი ეს კოლექტივური მდინარაძეები გადმოდგებიან ენას, გადმოაგდებენ და ეტლიკინობენ. სულ თავის გამართლების პოზიციაში რატო უნდა იყო თუ დამნაშავე არა ხარდო? ხარ დამნაშავე და გინდა თავი გაიმართლო და კაროჩე რა. ზარია გისმენთ? ისაუბრეთ. ისაუბრეთ. არა, გაითიშე. გამარჯობათ. გამარჯობათ. ჩამრთით ხაზზე. ჩართული ხართ, ისაუბრეთ ქალბატონო. მოგესალმებით. სალამი. ეხლა მე სალომეზე უნდა გითხრათ. სალომეს ლობი ვარაჭამეს ნაციონალებმა და მშიერი გააქციეს სალობიოდან. დავიწყდა სალომეს. ალბათ. რო ისეთი სახელი უწოდეს, რომელიც ქართველ ქალს საქართველოს დაბადებიდან დღემდე არავისთვის უწოდებია. დავიწყდა ის ნაციონალებს გაეფაფრა და გადაეფარა. ეხლა გასაგებია ქალბატონო. სალომე რა თქვენ გონიათ რა ბიზნეს პროექტია ეგეც რა ბიზნეს დავალებებს ასრულებს და ერთი შანტრაბა რო გითხრათ რა ჟარგონულ ენაზე ის ქოცების და ნაცების უბრალოდ იმას ტორტის მეტი ნაჭერი აქვს ბიზნეს და ამათაც უნდათ რომ მეტი ნაჭერი მოჭრან და ამაზეა ერთი კითხვა რო დაუსვა რა გინდათ ხელისუფლებაში ვინმე გაგცემთ პასუხს არა აქვს პასუხი აი რა გინდა ხელისუფლებაში რატომ მიდიხარ იქა ჩვენ კი ვიცით პასუხები მაგრამ ეგენ პასუხს ვერ გაცემენ კრიშები არიან თავის ბიზნესებს და მილიონებს აგროვებენ და მათხოვარი ხალხი გაამათხოვეს ნახევარი საქართველო ზარია გისმენთ აი რა გინდა გისმენთ როგორ რა თქვენ და რატომ მე უნდა დავსო ხო შეკითხო გისმენთ ბატონო ისაუბრეთ რა ხდება აიტიში
გაითი შეეტყობა. რატო არა იცინგერზე? მაგაშოშია. აი, მოსარი შერაკოშია და მე არქევლებზე უნდებიეს. რაც ვერ შემოდის ხმა და რა ვიცი. ტექნიკური ალბათ პრობლემებია და ეხლა რა ვიცით? ალო. დიახ. რატო არ მიკავშირდები? ისაუბრეთ მეთქი, გეუბნებით ბატონო და რა ვქნათ? მისვინე ვიზია, გაბეხედიანე? ხო, ისმენთ. გვიან მოდის, გვიან. მე რა მაინტერესებს, იცი? დიახ. რატო თქვენ კანალზე რატო არ საერთოდ არ ანახებენ იმას რა ხდება ქვეყანაში მარტო თქვენი კანალია მე ძალიან დიდი მომხრე ვიყავი თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი ისმენთ პირველ რიგში აი რუსეთთან დამოკიდებულებაში იყო საუბარი და ჩემი აზრი მინდა გამოვთქვა მაგასთან დამოკიდებულებაში. ესე იგი რუსეთისგან სპეციალურად შექმნეს ტრის ხატი ჩვენმა მტრებმა. სინამდვილეში ერთადერთი ნათესავი ერი, რომელიც კი არსებობს დედამიწაზე, ეს არის რუსიერი. ჩვენი სულიერი ნათესავები არიან. როცა ეს მე პირველად გავიგე და მოვიდა ეს ინფორმაცია ჩემთან, იქიდან ვფიქრობდი სულ როგორ შეიძლებოდა ამის დასაბუთება, ამის დამტკიცება ყოფით ცხოვრებაში. და ბოლოს მივხვდი იმით, რომ აი ანბანი, ქართული ანბანი და რუსული ანბანი რო შეადარო ერთმანეთს, ხო? ძალიან იდენტური არის. თუ კი სიტყვა ღმერთია, წარმოვიდგინეთ და აი ეს ანბანი ისე გავს ერთი მეორეს, არც ერთი არ აგავს. არც ერთი სხვა ენა ისე ახლოს არ ადგას ქართულთან როგორც რუსული ანბანი. აქედან გამომდინარე მე ამით ვასწვნი რომ ეს სულიერი ნათესაობა ნამდვილად ჭეშმარიტია და მე ეს მიგძვნია. რუსეთში მიცხოვრია, მიწის ქვეშაც, მიწის ზემოთაც რომ მიტყვიან და მე მიგძვნია ყოველთვის არც ერთგან სხვა ერის დამოკიდებულებაში მე ეს არ მიგძვნია და ის რაც დღეს ვიძახით ოკუპანტია, ის ჩვენ შევქმნით ოკუპანტი. ჩვენ შევქმნით, იმიტომ რომ რუსეთმა ჩვენ ძალიან ბევრჯერ გაგვაფრთხილა, რომ თქვენ იყავით ნეიტრალური და იცხოვრეთ როგორც გინდა, არა ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში გვინდა ნატო. ჩვენი თავი უნდა შეგვეძლოს დავაყენოთ იმათ ადგილზე და აი იქიდან გადმოსახედიდან უნდა ვისაუბროთ. მე ასე მგონია რომ ვინც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი არის, რუს ერს არასოდეს არ დაუძახებს იმას, რა ქვია, ღორს და არასოდეს არ დაუძახებს ისეთ არა, ღორს და იმას არ უძახით. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ბატონო, ორი სიტყვით გაგცემთ პასუხს. აფხაზეთში რუსები რო შემოვიდნენ, მაშინ კონსტიტუციაში არ გვეწერა ესა ნატო და ესა რუსებსაც შეცდომები აქვს, ჩვენ შეცდომები გვაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი თუ გვინდა, უნდა დავждეთ ვილაპარაკოთ და არა იარაღის ენით გველაპარაკოთ. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, გვიყურებდით, ისე მინდა მშვიდობა გისურვოთ, კეთილი და ბედნიერი შობა და მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა ქვეყანაზე. კიდევ ერთხელ მთელ ქვეყანას მინდა დამდეგიშობა მიულოცო და მშვიდობიანი დღეები ვქონოდეს, მშვიდობიანად შევხედროდეთ ახალ წელს, სულ სიკეთე და ბედნიერება ჩვენ ქვეყანას ქონოდეს გახარება და მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენ და ჩვენს ოჯახებში. თქვენთან ერთად შემოკარგებოდა თქვენის შეწევნით ვიქნებით კარგად. ღმერთი ხმარავდეთ.